პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ქართული ოცნება ახალ კონსტიტუციურ სარჩელს ამზადებს. მისი მიხედვით იზრდება იმ პარტიების ოდენობა, რომელთა აკრძალვის მოთხოვნითაც მმართველი პარტია მართლმსაჯულების უმაღლეს ინსტანციას მიმართავს. პარტიების ჩამონათვალს ფედერალისტების პარტიული ორგანიზაცია დაემატება. დღეს მიმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით. ამავე დროს გამოვითხოვთ ძველ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით ჰქონდა შეტანილი და მიმართავთ ახალი დაკორექტირებული კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც ჩვენ გავზდით პარტიების რაოდენობას, კერძოდ თუ კი ჩამონათვალს, კერძოდ თუ კი თავდაპირველ კონსტიტუციურ სარჩელში ეს იყო 3 პარტია, ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და ლელო. ახალ კონსტიტუციურ სარჩელში ამ 3 პარტიასთან ერთად იქნება ფედერალისტური პარტია. საფუძველზე მოგახსენეთ 2 მარტს ხელმოწერილი დეკლარაციით რამდენიმე პარტიამ გაიზიარა ის სტრატეგიული ამოცანები, რაც მათ აქვთ, გაერთიანდნენ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებთან და ამითაც გაიზიარეს მათ კიდევ ერთხელ გაიზიარეს სტრატეგიული მიზნები, გადაცხადეს მათი ამოცანა, რომ მოხდეს არჩევნების დელეგიტიმაცია, რომ მოხდეს კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებების არაღიარება. წელს არის ცნობილი მწერლის რეზო ინანიშვილის 100 წლის საიუბილეო თარიღი და სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით მოვამზადეთ პროექტი ღია გაკვეთილები მუზეუმში. რადგან ამ პროექტის ძირითადი მიზანით და შინაარსით არის ის, რომ მოსწავლე ახალგაზრდობა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვოთ წიგნს. ინანიშვილის მოთხრობებში ხვდებით განსაკუთრებით გულთბილ დედებს, ბავშვებს, მოხუცებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, ხვდებით თვალხატულა გოგოებს, ტიღა ბიჭებს. აქ ამ წიგნის ფურცლებში კიდევ ბევრი რამ არის, რაც მთავარია, აქ არის ძალიან დიდი სიყვარული, სითბო, სიკეთე, თანადგომა, მეგობრობა და ძალიან კეთილი გული. ეს არის სამყარო, რომელიც უთვალავის ფერით გადაიშლება ჩვენს წინ და რომლის შემოქმედიც რეზო ინანიშვილი გახლავთ. როგორც იცით, უკვე დღეს ჩვენ ვიწყებთ პროექტს და პროექტი გაგრძელდება 29 აპრილის ჩათვლით. მინდა გითხრათ, რომ ქალაქის ყველა საჯარო სკოლა ღებულობს მონაწილეობას, ასევე სოფელ ტაბაკინისა და ქვედასაქარის საჯარო სკოლები და 2 სკოლა, დამოუკიდებელი სკოლა ლიცეუმი ანაბასისი და სკოლა ორნატი. მინდა მადლიერება გამოვხატო ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა საჯარო სკოლის დირექტორების მიმართ, რადგან ისინი მუდმივად თანამშრომლობენ და ჩვენს გვერდით არიან, ასევე განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო მონაწილე სკოლის დირექტორების მიმართ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების მიმართ და ასევე მოსწავლეების, რომლებიც ღებულობენ ამ ღია გაკვეთილში მონაწილეობას. ვისარგებლებთ თქვენი ტელევიზიის საშუალებით და მოუწოდებთ წიგნის მოყვარულებს, რომ დაესწრონ და მიიღონ უდიდესი სიამოვნება ახალგაზრდა თაობის მიერ ჩატარებული ღია გაკვეთილებით. წარმოვადგენთ ტაბაკინის საჯარო სკოლას, მოხარული ვართ, რომ მოგვეცა საშუალება მიგვეღო მონაწილეობა ზესტაფონის მუზეუმების გაერთიანების მიერ ორგანიზებულ რევაზ ინანიშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კვირეულში. სიხარულით დავთანხმდით, რადგანაც იყო ძალიან კარგი გამოწვევა. სკოლაში უკვე 4 წელია არსებობს კითხველთა კლუბი ბალავარი. კლუბის ფუნქციონირების პერიოდში გავეცანით არაერთი ქართველი და უცხოელი მწერლის შემოქმედებას, მათ შორის რევაზ ინანიშვილის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. როდესაც კლუბი იწყებდა მუშაობას, პირველი წავიკითხეთ რევაზ ინანიშვილის მოთხრობა პატარა ბიჭი გოლგოთაზე და მოგვიანებით კერძოდ წელს წიგნის კითხვის საჯარო დღეს გავეცანით რევაზ ინანიშვილის მოთხრობას წიგნი. ჩვენი მასწავლებლების და მოსწავლეების ერთობლივი გადაწყვეტილება იყო ეს 2 მოთხრობა ერთი თემის, ერთი იდეის ქვეშ გაგვერთიანებია. შევარჩიეთ სათაური.
წიგნიდან გოლგოთამდე სულიერი გზის ძიება. დღეს წარმოვადგენთ ჩვენი სკოლის მოსწავლეები წარმოადგენენ ამ სათაურის მიღმა ორივე მოთხრობის პრეზენტაციას. ჩემი აზრით მაყურებელს უნდა ეს სიამოვნოს, რადგან ჩვენ ისეთი ნაწარმოებები შევარჩიეთ, რაც მე პირადად ძალიან მომეწონა და ჩემი აზრით დიდი ზეგავლენა უნდა მოახდინოს ამ ჩვენმა პრეზენტაციამ მაყურებელზე და უნდა მიხვდეს უკვე რა არსიდებს ამაში, კარგად უნდა გააანალიზოს, უნდა დაფიქრდეს და მე შეიძლება უკვე სხვანაირად წარიმართოს მისი ცხოვრება, რაღაცით შეიცვალოს უკეთესობის ჩემი სამუშაო არის ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელობა და იმ სამუშაოების ორგანიზება, რომლებიც ელექტროქსელის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. ყოველდღიურად გეგმავ სამუშაო პროცესს და ვანაწილებ დავალებებს, რათა თითოეული სამუშაო შესრულდეს უსაფრთხოდ და დადგენილი წესების დაცვით. ჩემი მოვალეობაა ასევე, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა უსაფრთხოდ იმუშაოს, ამიტომ მუდმივად ვაკვირდები სამუშაო პროცესს და ვზრუნავ, რომ ყველაფერი სწორად შესრულდეს. ამ პოზიციამდე მოსვლა გამოცდილებას მოითხოვს. წლები უნდა გაატარო ველზე, რომ მიხვდე, რას ნიშნავს ტექნიკურ გუნდთან ერთად მუშაობა და პასუხისმგებლობის აღება. ჩემს დაქვემდებარებაში შეიძლება რამდენიმე ადამიანი იყოს, მაგრამ თითოეული მათგანი ჩემთვის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. საარჩევნო სამართლის კურსი, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაციის სწავლების ცენტრი დაახლოებით 20-მდე უმაღლეს საგამართლებო დაწესებულებაში ახორციელებს, ხელს უწყობს საარჩევნო კულტურის განვითარებას, ისევე როგორც ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდების დაინტერესებას საარჩევნო პროცესებში, რომლის ერთ-ერთი ხელმომწერი გახლავთ თესეუ, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წლიდან შემოუერთდა მემორანდუმს. სწორედ თესეუში ჰქონდა დღეს საჯარო ლექსია არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა იმ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დგას თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შევხვდით თესეუს რექტორს, რომელთანაც განვიხილეთ ის მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობა, რომელიც ჩვენს ინსტიტუციებს შორის არის, ისევე როგორც განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ კურსის ეფექტიანობა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება. პირველად მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს, რომ ეწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და შეხვედრა გამართა ჩვენს სტუდენტებთან. ამ შეხვედრამ აჩვენა კიდევაც თუ რამდენად დიდია ინტერესი სტუდენტების მხრიდან საარჩევნო სამართლის მიმართ. აუცილებელია საზოგადოებაში აი ამ კულტურის დამკვიდრება და ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკური კულტურისათვის მნიშვნელოვანია უპირველესად სწორედ არჩევნებისა და საარჩევნო ასე ვთქვათ კულტურის გაზრდა. ჩვენთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, ძალიან საინტერესო და მრავალისმომცველი იყო. ის კითხვები, რაც პირადად მე მქონდა, უშუალოდ კითხეთ ცესკოს თავმჯდომარეს, რაზეც ამომწურავად მივიღეთ პასუხები. საარჩევნო მიმართულებით ეს მიღებული ცოდნა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ ჩავერთო უშუალოდ მე საარჩევნო პროცესების მიმდინარეობაში.